ახლა და ამბობს იესო ქრისტე ესეთ რამეს რომ მე-14 მუხში რომ ჟამა რომ მოახსია დაждდა იგი მოციქულების დასხდნენ მასთან ერთად დაждდა იგი მოციქულები დასხდნენ მასთან ერთად და უთხრამათ დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ ვინაიდან გეუბნებით თქვენ რომ აღარ ჭამას ვიდრე არასრულდება იგი ღმერთის სამეფოში აიღო სასმისი მადლი შესწირა და უთხრა მათ აიღეთ გაანაწილეთ ერთმანეთს შორის პირველი რაც ხდება საერთოდ საპასექო სუფრაზე აქ არ არის გაჩვენები მაგრამ საპასექო სედერში ეს არის სანთელის ანთება სანთელის ანთება მე ახლა გერამაც პატარა სანთელი ავანთებ რომ მაინც სიმბოლურად იყოს რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ წარმოდგენა გქონდეთ რა არის რა ხდებოდა იქ აი ეს სანთელი საპასექო სუფრაზე აპატიეთ ის სანთლები აღარ ამაქვს დავწვი ერთი კვირის უკან ზუსტად როცა საპასექო სედერის ვატარებდი სახში და აი ეს მომენტი არის და ამის შემდეგ ხედავთ რომ იესო იღებს სასმისი რომელიც მოდის აი აქედან და ამ პირველ სასმის ებრაულ ტრადიციაში უძახიან კიდუშ ნიშნავს გამოყვანას გამოყოფას გაწმენდას და ამ ტრადიციას ებრაელები იღებენ გამოსვლის მე-6 თავიდან მე-6 მუხში ჩაწერილი ეგ სიტყვები რომ თქვენ ხვდებოდეთ რა არის ღმერთის სამ მოქმედებას ეუბნება მოსეს როდესაც ეუბნება ამ სიტყვებს ეუბნება ამიტომ უთხარ ისრაელის შვილებს მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტეს უღლი და მე გადაგარჩენთ მონობიზა და მე გამოგისხდით სამი მოქმედება გამოყვანა გადარჩენა და გამოსყიდვა ამიტომ პირველი თასი ეს არის კიდუში და ჩვენ ლუკას სახარებაში ვხედავთ ორ სასმის შემდეგ უკვე მიდის სუფრა ტრაპეზა რასაც მიდის სამი მაცა ქონდათ სუფრაზე ვინც საპასექო სედერს ატარებს საერთოდ მასწავლებელი ან ოჯახის უფროსი ვინც საპასექო სედერს ატარებს მას აქვს სამი მაცა ებრაულ ტრადიციაში ეს სამი მაცა ეს სიმბოლიზირებს აბრაამს ისააკს და იაკობს მაგრამ მესიანური იუდაიზმი განმარტავს ამას მეორენაირად რომ ეს არის მამა ძე და სულიწმინდა ანუ სამებაზე მოქმედა მიგვანიშნებს ეს სიმბოლო და ამ დროს იესო ქრისტე იღებს პურს იღებს შვანა პურს რომელსაც ქვია იცხააკის მაცა ანუ იგივე ძეს მაცა რასაც უძახიან ძეს ამ შვანა პურს აი ესე ტეხავს ამ დიდ ნაჭერს ახვევს ну ტილოში ახვევს ან რაც აქვთ მათ მე ამ მომენტში საფეთქში ვახვევ ვდებ და ვმალავ ამას ამ გატეხილ მაცას აი ესე და დამალული მაქვს ეს მანამდე სანამ მე არ დამჭირდება რაღაცის ჩატარება ამ დროს ეს გატეხილ მაცას ვტეხავ და ვონაწილებ ასე და ვარიგებ ასე და ვანაწილებ ამ მაცას ჩვეულებრივად ჭამებენ და ამ სუფრაზე უკვე მიდის ჭამა და ამ დროს იესო ვინც ატარებს საპასექო სედერს ის ამბავს რომელიც მოსემ როგორ გამოიყვანა ეგვიპტიდან ხალხი ებრაელი ხალხი რა მონობაში იყო როგორ მონობაში იყვნენ ეს ებრაელი ხალხი ამ დროს რას აკეთებდა ანუ აგადასყვება აგადა ნიშნავს თქმულება ანუ თქმულება აგადა რომელსაც ატარებს სულიერ გაკვეთილს და იესო ქრისტეს სწავლებას ჩვენ ხედავთ იოანეს სახარების მე-13 მე-14 თავებში მე-15 თავის ჩათვლით თითქმის ეს არის აგადისებული სწავლება რომელიც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზაცაც ქვია წარმოთქვა მან ყველაფერი და ახლა მე ყველა დეტალს უბრალოდ ვერ მოყვებით რომ ძალიან დიდი თემაა ეს და თუ თქვენ გინდათ ეს ცლად ნახოთ როგორია სუფრა ყველა ისინი ხო YouTube-ზე მიდევს საპასექო YouTube არხზე მიდევს საპასექო სუფრაზე პესახის აღნიშვნა როგორ ხდებოდა იქ თითქმის ყველა დეტალი და ყველა ნიუანსი ყველა მუხლი მაქვს განმარტებული
რატომ თქვა იესო ქრისტემ, რა სიმბოლიზებდა ეს ყველაფერი და რა იყო ეს ყველაფერი. ის ისტორიას უძახის, იესო ქრისტე ყვება, რომ მე ვარ გზა და ჭეშმარიტება, მამასთან ვერ ამივარ. ეს არის ის გზა, რომელიც ებრაელებმა გამოვიდა, რადგანაც პასექის კრავმა წასვლმა სისხლმა გამოიყვანა ებრაელები ეგვიპტიდან და ამაზე პარალელებს აკეთებს ისევ იოანეს ახარება. ეს არის თუ სიმბოლიზმი დატვირთული, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გამოიკვლიოთ და ისწავლოთ ეს ყველაფერი. თქვენ თვითონ ნახოთ და მეორე თასი ეს არის, რომელსაც უძახიან ორთოდოქსული იუდაიზმში, ამას უძახიან მიშპათი, განკითხვის თასს უძახიან. ხოლო მესიანური იუდაიზმში ამას უძახიან რისხვის თასს და ეს არის იგივე გადარჩენის თასი. როდესაც ჩვენ წავიკითხეთ გამოსლის მე-6 თავში, ეს არის გადარჩენი, გამოსლის მე-6 მუხლი, ეს არის ისევე გადარჩენის თასი, რომელსაც უძახიან მე გადაგარჩენ. ანუ გადარჩენის თასი ქვია, გადარჩენა ამ დროს ხდება ის ებრაელები ამბობენ იმ სასმის, იმაზე ამბობენ, რომ გადარჩენა მოხდა როგორ? იესო მიიღო სასჯელი თავის თავზე, ის გახდა ჩანაცვლების მსხვერპლი. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ის პირველ ბავშვები, ვინც დაიხოცა ეგვიპტეში, პირმშოები, ის იყო ჩანაცვლება. ისინი მოკვდნენ ებრაელების გამო და ისინი რათა ებრაელები გამოსულიყვნენ. ისინი რო არ მომკვდარიყვნენ, ფარაონი არ გამოუშვებდა ებრაელებს. 9 სასჯელი მოგვარა ღმერთმა ეგვიპტეს და მე-10 სასჯელი იყო ზუსტად ის პირმშოების დახოცვა. ესა ზუსტად ის სასჯელი, რასაც ქვია და ამ სასჯელს ქვია გადარჩენის თასი მეორედ. ანუ იესო ქრისტე დაისაჯა ჩვენს გამო, რათა ჩვენ ყოფილიყავით გადარჩენილები. ამას გულისხმობს ეს მეორე თასი. ამ მეორე თასის შემდეგ ებრაელები ჭამენ მწარე ბალახები, რომელიც გამოსვლის წიგნში არის ნახსენები, ზუსტად ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ გამოსვლის წიგნში ეს მწარე ბალახების ჭამა აგონებს ადამიანს სიმბოლიზმს, ადამიანის ცოდვილ ცხოვრებას, თუ რა მწარე იყო,